როდესაც მე შევდექი ამჯერად აღმოსავლური ენების შესწავლას პირველი ეპოსი, პირველი ტექსტი, რასაც წავაწყდი, ეს იყო ვილგამეშის ეპოსი, სწორედ, მაგრამ მხანად ძალიან მცირე ფრაგმენტები იყო შემორჩენილი. 1930 წლის გამოცემით სარგებლობით, სადაც შეკრებილი იყო ყველა ფრაგმენტი, ყველა ვერსიის, რომელიც კი არსებობდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად. ეს არის განაცხადი კულტურაა ეს. დაახლოებით 5000 წლის წინანდელი და დღესაც თუ რაღაც ინტერესს მიწვევს, ეს იმის გამოა, რომ ადამიანი ყველგან ერთნაირია და მე ვფიქრობ, რომ ცივილიზაციის საფეხურები ყველგან ტიპოლოგიურად ერთნაირია. მაგალითად, თუ შევადარებთ ჩვენ ძველი აღმოსავლური კულტურის ამ ცივილიზაციის საფეხურებს ჩვენს ეპოქასთან, ძალიან დიდ მსგავსებას შევნიშნავთ. და ასევე დიდი მსგავსება იქნება ელინური ცივილიზაციის საფეხურებთან. ადამიანი რაღაცას იწყებს, რაღაცას აცნობიერებს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანის ევოლუციას არ ნიშნავს, ადამიანი ყოველთვის ადამიანი რჩება, მაგრამ როგორც ახლა იტყვიან, ეპოქები რაღაც გამოწვევებს აყენებს ადამიანის წინაშე და მას უხდება რაღაც პრობლემების გადაწყვეტა. მაგალითად, ამ ეპოს ვილგამეშის ეპოს ევროპაში ერთ-ერთმა მისმა მკვლევარმა უწოდა ფაუსტური ეპოქის ნაწარმოები. თუ შევადარებთ ჩვენ ვილგამეშის ეპოს სხვა ეპოსებთან, ну, პირველ რიგში რა არის? ეს არის ჰომეროსის ეპოსები, არა? ეს არის ილიადა და ოდისეა. ჩვენ დავინახავთ, რომ ილიადას და ოდისეას გმირები ერთხელ და სამუდამოდ არიან მოცემულნი მათი მუდმივი ეპითეტებით, თუ არსებობს მუდმივი ეპითეტები, მაგალითად ოდისეის ეპითეტი, რომელიც სულ მას ახლავს ტროაში წასვლამ და ტროაში დაბრუნების შემდეგაც არაფერი დამატებია. ეს არის მრავალ ნაცადი ოდისეისი, რომელსაც ჯერ არავითარი ნაცადობა და განსაცდელი არ გამოუვლია, მაგრამ თავიდან მასაც ეწოდება. ანუ მე მისვლა მინდა, რომ ჰომეროსის გმირები ჩვენთან შედეგის სახით არის მოცემული. და მათი განვითარება როგორ მიაღწია ოდისეუსმა თავის გამოცდილებას. კი, რა თქმა უნდა, ოდისეა ეს არის მისი გამოცდილება, მაგრამ აქ მის ინტელექტს, მის საფეხურებს ინტელექტში არაფერი არ ემატება. გროვდება ცოდნა, ბოლოდან მხოლოდ ცოდნა. ერთ ტომარაშია ჩაყრილი, ამას აიდებს ითაკაში და მის პიროვნებას ეს არაფერში არ ეხმარება, არაფერში წინ არსებს. მაგრამ სულიერ საწინააღმდეგო მე ახლა შულიდან ვიწყებ, რომ ძალიან მიზნდება დაწყება თავიდან შულიდან ვიწყებ, ახლა ვილგამეშზე და შემდეგ რა თქმა უნდა მიუბრუნდები უკან და სხვა საკითხებსაც განვიხილავ. თუ დავაკვირდებით ვილგამეშის პიროვნებას, დავინახავთ, რომ იმ საფეხურიდან, საიდანაც ჩვენ ავტორი გვამცნობს მას, ბოლო საფეხურამდე ძალიან დიდი მანძილია, ინტელექტუალური მანძილია, ფისობრივი დასწრება. ასე რომ ყოველი შეხვედრა, რასაც ჩვენ ვადასტურებთ ვილგამეშის ეპოში, რასაც ავტორი შეამტყობს თავის გმირის ამ შეხვედრებს, ყოველი შეხვედრის შემდეგ გმირი რაღაც ეტაპით მაღლა ადის გარკვეულ დონეს აღწევს და ბოლოს კულმინაცია და ისიც სიმპტომატურია, რომ წრე იკეტება, გმირი საიდანაც გადის, იმავე ადგილს უბრუნდება და ფაქტობრივად ეს ოდისეაში ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ოდისეას ძალიან დიდი ცნობები აქვს კალიფსო არის ცირცია, მაგრამ მისთვის ითაკა არის უპირველესი მიზანი საერთაშორისო მინისტრობის. დავანებოთ თავის იმას, რომ ამით ადამიანობის უპირატესობას ადასტურებს მოუყავად მართების წინაშე, რომ მას კალიფსოს აი ამ უკდავებას და კალიფსოს იმშვენიერეს ამას პენელოპე ურჩევნია და ითაკიდან ავარდნილი ბოლი. აი ეს არის, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფრაზა, რაც ამ ეპოსშია, ოდისეაშია. ასევე ვილგამეშის ეპოსაც. როდესაც მიდის რაღაცის საზიებლად, აინასაც ვერ მოძებნის, ვერ ასოდეს. ვიდრე რომ სიცოცხლის ამოცანა დაფარულია და ეს მხოლოდ მართლმა იცია. აი ბრუნდება ხელსარიელი, მაგრამ მაინც დახვდება მას თავისი ქალაქი და რითაც იწყება რით ურუქის გალავნის ქებით,
რომ ეს არის ყველაზე დიდი მონოპოლი, რაც შეიძლება ამ ცივილიზაციას ჰქონდეს, ვაჟაც ურბანისტური კულტურა ძალიან ფასობდა, ქალაქი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებულება. აი ამ ქალაქის აღწერით იწყება ეპოსი, როგორი ეს ქალაქი, როგორი გალავანი აქვს მას, ჩადოთვალეს გალავანიშვილმა ბრძენმა, სადღაც პრეისტორიაში. გაიარე გალავანზე, როგორ არის აგებული. ამით იწყება და ამით თავდება. მე-11 დაბა, 11 დაბა ამით თავდება. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც ჩანს, ეს 11 რიცხვი არ მოეწონა ეპოსის, მე არ ვიტყვი ავტორს, არამედ იმას, ვინც ეს სიმღერები შეკრიბა 11 დაფად განავლაგა. მაგრამ 11 არაფერი რიცხვი არ არის, არაფერს არ ნიშნავს 11. თავარი 12-ია. და ამის ძალიან ბევრი პარალელი არსებობს ტიპოლოგიურად, რომ დავიწყოთ მაგალითად არა ეპოსის თვალსაზრისით 12 სხვადასხვა ილია და ოდისეა ორჯერ 12-ია 22 აური ყველაფერი 22 სიმღერა 12 დაფარში არ არის მადია მაგრამ მე ვსაუბრობ არა მწერლობაში არამედ სოციალურ ყოფაში სახელმწიფო აგებულებაში 12 ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს მაგალითად ბერძნების ელინების 12 ტომი ერთიანდებოდა ერთ ამფითრიონად ანუ ერთი ცენტრის გარშემო მაგალითად ეპოსის გარშემო 12 როდესაც ისინი წავიდნენ კოლონიზაციას დაარსებდნენ კოლონიას იქაც 12 ქალაქად ერთხელ ეოლიელებს რომელიც 12 ტონის შეძლო და იონიელებმა ერთი ქალაქი წაართეს და დაასახიშეს 11 გამოვიდა 11 არაფერს არ ნიშნავს და ჰეროდოტეს ვაჟებს ამას აღწერს და ძალიან დიდი გულისწყლივით ეოლიების მიმართ რომ აი ასეთ რაღაც დაემართათ რომ არასრულ ყოფილი ამფითრიონი მიიღეს ირანის სატრაპია 12 იყო 12 სატრაპია და სხვაიშორის ებრაელთა ტომი 12-ია, 12 ტომია, 12 ნაწილად არის გაყოფილი პალესტინის მიწაზე ეგვიპტელებმა ამოვიდნენ და განაწილდა მოსეს მითითებით და 12-ია კიდევ შავი სხევი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. აირაფშარო ამბობდა რომ ლაშარი შავლების იერუსალიმია, იმიტომ რომ ლაშარის გარშემო იკრებს 12 ტომი ლაშარის საყმო არ არსებობს, ასე მთლიანად 12 ტომი არის ლაშარის საყმო, მაგრამ ის მე-13-ია, მე-13 აპრილში არ ითვლება. და სხვაშორის თვითონ შავი სხევში აი 12-ის მნიშვნელობაზე მინდა შორსწავლები გქონი, მაგრამ ისე დავუახლოვდები და იმას ვიტყვი თუ ის მე-12 სიმღერა რატომ დაუმატეს და რა დისონანსი შეიტანა ამ ეპოსში. შავი სხევში თვითონ აი დღემდე დაითვლება მხოლოდ 11 თემი. 11 თემია, 11 საყმო, მეტი არაფერი დაწყებული უძილაურთიდან დამთავრებული უკანაფშოვამდე. მაგრამ ისაც 12 ყოფილიყო ხევსურეთის ტერიტორიაზე ერთი თემი ხახაბო ამოერჩია როგორც ხახაბო ეკმო ლაშარის ჯვარს და გახდა 12 სრულყოფილი რიცხვი. არაერთი კავშირი ხახაბოს შალთან არ ქონდა ასის ხალხი იყო გამოსაკლებული აქეთ, მაგრამ რატომღაც არარატომღაც, მაგრამ ეს საიდან ვის თავში მოვიდა ეს აზრი, რომ 12 შესრულებით იყო ხახაბოს სახით, თორე სხვა თემებიც იყო იქ არდუკი და კიდევ სხვა, ნუ არ ვლაპარაკობდნენ შაპილის სინას თქობა. ერთი პერიოდი იყო, რომ მე-12 სიმღერა დაუმატეს, იმისათვის, რომ 12 შესრულებული იყო, მაგრამ აღმოჩნდა დავინახავთ, რომ ეს სულიად ცვლის არქიტექტონიკას ეპოსისას, იმიტომ რომ თავარი გმირი ერთ-ერთი მთავარი გმირია, ერთ-ერთი მთავარი გმირი კვდება მე-7 სიმღერაში და შემდეგ 12 სიმღერაში ის კვლავ ცოცხალია და ქრისტიანია. ქრისტიანში ჩავიდა რაღაც საგნების ამოსატანად ქრისტიანმა დააკავა გილგამეში მის სულს იძახებს აბა რომ ხომარობა, აბა როგორ ცხოვრობთ მან და ენქიდუს ამოაქვს ქრისტიანის ცხოვრებთა საიდუმლოებანი. შეიძლება ეს საჭირო იყოს, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც რაღაცნაირად
იდეური თვალსაზრისით სწორია, იმიტომ რომ ავტორმა აქ დაინახა, ამ ეპოქაში დაინახა თავარ თემად სიკვდილის პრობლემა და ამის გადაწყვეტა თუ როგორ შეიძლება ადამიანმა სიკვდილი აიციოს, როგორ დათრგმნოს, რა იმისათვის სიკვდილის თქვათ ხელი შეაჩეროს, სახელი შეიძლება იყოს ეს ადამიანმა სახელი დატოვოს, რაღაც დააკეთოს, დაიწყოს ის გალავანი შეიძლება ეს სახელად ჩაითვალოს, მაგრამ ეს მაინც ისეთი ის არის, სულგატებია მაინც უყდავების ხადია. ამიტომ აი ეს სიმღერა შემოტანილი იქნა როგორც სიკვდილის ოქროსმეში ჩასვლის მოტივის სახით. ძალიან ხშირია ყველა ეპოსებს თითქმის, რასაც შეიძლება ჩვენ ვიცნობდეთ, ყველგან ოქროსმეში ჩასვლა descendus ad inferos, ასეთი ტერმინი აქვს ლათინურად, ყველგან არის თითქმის. ეს არის ოდისეაში, ეს არის ენიადაშია, ეს კალეოლას ეპოსშია, ყველგან არის. ეპოსში აი სტრუქტურა, ოქროსმეში მე ჩავიდეს ადამიანი იქიდან რაღაც უნდა მოიტანოს. მართალია გილგამეში ოქროსმეში არ ჩასულა, მაგრამ მაინც სახელწოდება ამ ეპოსისა, რომელიც შედგენილია მისი პირველი სიტყვების მიხედვით, რომელმაც სიღრმე იხილა, ამ სიღრმეში, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაც ინფერნალური საიდუმლოებების, ასე ვთქვათ, გამოცხადება უნდა ვიგულისხმოთ, რომ ნაკბა, იმურუ, ნაკბო სიტყვა ორნიშნულოვანია. თქვენ ნახავთ ახლა იქნებს დაინტერესების სხვადასხვა თარგმნებს, ნახავთ, რომ ზოგიერთ თარგმნს ასე, რომელმაც ყველაფერი იხილა, ნაკბო შეიძლება ნიშნავდეს ყველაფერს. მაგრამ მე ვამჯობინე სიღრმე, რადგანაც ამით იწყება ეპოსი და ამით თავდება. რაც რომ მოდის, ასეთ რაღაცებს წერს, ეს არის ეპიგრაფი. ეპიგრაფია ამ ეპოსისა სიღრმე გავლილი გმირი მოდის, რაღაცა ოკეანის სიღრმეში ჩავიდა და იქ რაღაცა ბალახი მოძებნა. ამ ბალახზე ჩვენ ახლა რა გვინდა ვისაუბროთ. ახლა ერთი ეპოსის წარმოშობა. საიდან წარმოიშვა ეპოსი? საერთოდ როგორ ჩაისახა ეს ეპოსი? პირველივე ნაწარმოები, რომელიც ამ ცივილიზაციაში ყურადღებას იპყრობს, ეს არის ეპოსი. ეპოსი არ არის რაღაცა ლეგენდები, ცალ-ცალკე, ან ლეგენდების ერთობლიობა. ეპოსი არის გარკვეული მიზნის, მიზნობრივად საზრდის მქონე ნაწარმოები, რომლის ყველა ეპიზოდი, ყველა დეტალი დამორჩილებული ერთ მიზანს. აი ესეთი ქრონოლოგია თავარი გმირი გილგამეში, რომელიც ისტორიულად არსებობდა ალბათ, ეს არის მესამე 1000 წლების დასაწყისი. და 5000 წელი გავიდა იმ შემდეგ რუნეთის ალბათ. მაგრამ მის შესახებ ლეგენდები ჩაწერილი იქნა 21 საუკუნეებში ჩვენ სათავეში მესამე 1000 წლის ბოლოს უკვე. ეს მოხდა შუმერული რენესანსის დროს, როდესაც შუმერმა ერთხელ კიდევ სადარომ ცივილიზაცია ერთად განერძო ისრაელის ცივილიზაცია, რომელიც მანამდე როგორი იყო შუმერის ყოფა საზოგადოებრივი ცხოვრება. ზუსტად ისეთი ანალოგია, რა თქმა უნდა, რაღაც განსხვავებები არის, რომელიც გაფორმებულია ხავისგან, მეტალობისგან, ენისგან. აი როგორც საბერძნეთში ბოლომდე, არასოდეს საბერძნეთის იმპერია არ შექმნა და ქალაქ სახელმწიფო პოლისები. თითოეული პოლისი იყო თქმარი, დამოუკიდებელი ბოლომდე, აი, როდესაც ასე დიდი კულტურა შექმნეს მათ წერილობით ის და ყველანაირი, საბერძნეთი არასოდეს გაერთიანებული არ ყოფილა. ათენი ცალკე იყო, სადაც პლატონი მოღვაწეობდა, კორინთო ცალკე იყო, სპარტა ცალკე იყო. სპარტა სამეფო იყო, სხვა ქალაქ სახელმწიფოები უფრო დემოკრატიული წყობის იყო. აი ბოლომდე ალექსანდრე მაკედონელმაც კი ვერ გაერთიანა საბერძნეთი. ეს სხვა პოზიცია, როდესაც საბერძნეთი წარმოიშვა, ერთიანი საბერძნეთი წარმოიშვა, როდესაც თურქებმა ხელიდან გაუშვეს იგი და დამოუკიდებლობა მოიპოვა. 19 საუკუნის დასაწყისში მოხდა, ანუ ბაირონის იბრძოდა, არა? აი მაშინ წარმოიშვა ბერძნული სახელმწიფო, ერთიანი სახელმწიფო და დღეს არავითარი კვალი ცალკეული
ამ პოლისების არ არის დარჩენილი, ეს არის შორეული ხსოვნა რაღაც. აი ასეთი იყო შუმერული ქალაქები. დაახლოებით 15 ქალაქია ასეთი, რომელიც წარმოადგენს თავის პანთეონს, თავის სტრუქტურას, ზოგან ქურმი განაგებს, ზოგან მეფე განაგებს ქალაქს. თითოეულ ქალაქს ამისი არხები აქვს. სადაც არის ეს ქალაქები, ტიგროსი და ევროპის აუზშია, არხებია, ქალაქი არხების გარეშე ვერ გაწევს, იმიტომ რომ იქ ბუნებრივი რწყა არ არის ის პროფესორად ზეციდან არ მოდის წვიმა, ზაცვიდან, ესე მოდის. ყველას თავისი არხი აქვს. გამოგნები ბრძოლა ქალაქებს შორის ჰეგემონიისთვის. რისთვის არის ჰეგემონია? ჰეგემონია მხოლოდ იმისთვის არის. ახლა ამბიციები კი გასაგებია, ცხადია, სოფლიოს ბატონობა ყველაფერი, მაგრამ შუმერის გაერთიანების ერთ-ერთი მიზეზი და შეიძლება გადამწყვეტი იყოს ეს მიზეზი. ადრეანას ყურადღებას არ ვაქცევდი ეს ეკონომიურ და ესეთ საკითხად, აუშვა არხებისა და ამისისა. თუ ერთი პატრონი ატავს მთელ ამ პოლისებში არხებს, ის არხები მოხვდება და დაისილება. თითოეულმა პოლისმა თავის არხს უნდა მოუღაროს, მაგრამ პოლისი ვერ უვლის თავისი ძალებით არხებს, იმიტომ რომ ეს არხების სისტემა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამიტომ დღესაც ის წესებში გამოწვევა ასეთი, რომ პოლისები გაერთიანდეს და მეფემ ერთმა იმპერატორმა თავის ხელში დაიჭიროს აღვირები ამ არხების მართვისა. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ მეფეების, ურის მესამე დინასტიის მეფეების ტიტულატურაში შედიოდა კორონაციის დროს იკითხებოდა ტექსტი დაახლოებით ასეთი შინაარსის. ვინ გათხრის ამა და ამ სახელდებით არის ჩამოთვლილი არხი, ალხებს თავის სახელწოდებები ჰქონდა. ერთი, მეორე, მესამე, რამდენიმე არხი. ვინ გათხრის ამ არხს კითხვის ნიშნისთვის და ბოლოს აი ესა და ეს ურნამუ გათხრის ამ არხს. და ისიც არ არის შემთხვევითი, რომ უპირველესი ტიტულატურა წემსის გვერდზე შუმერელი მეფეებისა იყო მიწათმოქმედი, ენგარი. და მიწათმოქმედება არხების და ამ სარწყავი სისტემის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ერთი. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ქალაქ სახელმწიფოები ასე ცალ-ცალკე თვითმარად არსებობდა. ასევე არსებობდა ცალკეული სიმღერები გილგამეშის შესახებ. შუმერული ხანიდან მომდინარე ჯერ კიდევ მოგითხარით, რომ ჩაიწერა მეორე 1000 მესამე 1000-ლის ბოლოს ურის მესამე დინასტიის დროს. ესა ეს მხოლოდ ჩაწერის თარიღით როდის წარმოიშვა, ესე პრობლემატურია. მესამე 1000-ლის პერიოდში წარმოიშვა ცხადია. ეს ლექსიმღერები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. დაახლოებით ტიპოლოგიურად ისეთია, როგორც რუსული ბილინები. ბილინები დაუხმართ ივანე არიკო და ილია მურომეცის ბილინა იწყება იქიდან, საიდანაც იგი როგორც კუტობიდან ფერზე აღდა და გაიარა. ეს გასაწყისია, რა თქმა უნდა, საბოლოო არ არის. მაგრამ იმის შემდეგ მისი თავგადასავალი არც დროში სივრცეში კი არის, სადაც მიდის კიევში იქიდან და ხალხს მოგზაურობს, მაგრამ როდის ხდება ეს ყველაფერი მისი ცხოვრების რომელ მომენტში ხდება ჩვენ არ ვიცით. ამიტომ ერთი ეპოსი ილია მურომეცზე და საერთოდ ბილინებზე არ არის შექმნილი. ვიღაცას ეს უნდა გაეკეთებინა ცხადია. ვიღაცას უნდა ეს ბილინები როგორც შუმერში გააკეთეს, გითხარით ახლა და ანალოგიას ავითარებ აქ. აი პერიოდში, როდესაც შუმერი უკვე იმპერია შეიქმნა და ქალაქ-სახელმწიფოები ერთი აღვირით თქვა იქნა დაჭერილი ერთი იმპერატორის ერთ სარგონ დიდი, ეს არის 24 საუკუნე დაახლოებით, 24 საუკუნის მოღვაწეა. აი სწორედ მან გაეშეძალა შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები გაერთიანა. რაც თვითონ შუმერმა თავისი ძალებით ვერ მოახერხა, მან გაერთიანა. და ამის შემდეგ იწყება გილგამეშის ეპოსის ცალკეული თქმულებების გაერთიანება. ამ თვითმფრინავიდან რაღაცა საერთო საზრისის შეტანა ამ ეპიზოდებში. თითოეული ეპიზოდი, რომელიც მოექცა ამ ეპოსის ფარგლებში ერთიან დროში, როგორც არის ყელსაბავზე ჩვენ ახლა ძირებს
ალობამთ, აი ასე ყველა იყოს თავისი ადგილიერი და ეს განხატავს გმირის განვითარების საფეხურებს. ეს გმირი გილგამეში, რომელსაც ჩვენ ხედავთ პირველ სიმღერაში, სრულიად განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენ ხედავთ ბოლოს მე-12-ს დავანებოთ თავი, მე-11 სიმღერაში, როდესაც იგი ბრუნდება აი ამ წარმამდელი აღნის დროს გადარჩენილი ადამიანის საცხოვრებელიდან, იქიდან ბრუნდება, სრულიად განსხვავებულია, სხვა არა. უფრო კაფეური იყოს გმირის განვითარების იდეა, საერთოდ რომელიც ამოძრავებს ამ ეპოსს. ხო, ახლა მე გითხრათ, რომ ეს თავად სახელმწიფოები ერთმანეთთან დაკავშირდა, დამოუკიდებლობა მოისურვა და ძალიან ცუდია, არაფერ საგვარია ეს. ვიდრე თავისთავად ძალიან კარგია დამოუკიდებლობა, თავად სახელმწიფოები თავისი სტრუქტურით, ასევე ძალიან კარგია ლეგენდა ერთი შესანიშნავი თავის თავში დასრულებული. მაგრამ როდესაც ის რაღაც ერთიანობაში შევა გლობალიზმში, ის თავის აზრს იპოვებს და შეიძლება უფრო გაგწინდეს თავისი იმ საზრით, რომელიც აი ამ ეპოსის ავტორმა პოეტმა აღმოაჩინა მასში. ეს უკვე ახალი ეტაპია შემოქმედების. ამავე დროს ხდება საფრთხე ხელოვნებაში ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები. თუ თქვენ დააგვირგვებით ახლა ხელმისაწვდომი ეს ყველაფერი შუმერული ცივილიზაციის წიგნები არსებობს საფრთხე ხელოვნების იქ ნახავთ შე რომ არის ფრიზები განლაგებული ზემო ფრიზი ქვემო შუა სულ ქვემო და ეს ყველაფერი თითქოს ერთ დროშია, მაგრამ სივრცეში ერთმანეთისგან იზოლირებული არ არის დინამიზმი. მაგრამ აქაურ ეპოქაში, როდესაც ეს ეპოსი იქნება, ჩვენ დავინახავთ, რომ ერთიანი სივრცეა ერთ დროში და ერთ სივრცეში ხდება ყველაფერი, რაც ხდება იქ მაგალითად ამის ტიპიური ნიმუში არის ნარამსინის სტელა. ნარამსინი იყო აქადის დინასტიის ბოლოს წინამეფე, რომელიც წარმოადგენდა მთელ დინასტიას და რომელზეც მთელი აქადის უბედურება თავზე დააწვა. აქადის წევა არსებობს შუმერული ტექსტი თუ რა იყო ქალაქ სახელმწიფოებს აქადმა და ეს ყველაფერი დაკისრებული ეცოდა ნარამსინს. მაგრამ ნარამსინის სტელა არსებობს უზარმაზარი აღმოჩენილი, ახლა პარიზის მუზეუმში ლუვრში ინახება, 1 მეტრნახევრის არის სიმაღლის და აქ ნარამსინი დგას უზარმაზარი ფიგურა მისი რქიანი მუზარადით ხელში ლახტი უჭირავს და იქ მისი მოცინამდე მეომრები ერთიციდან ტყაველები ჩანან და ნარამსინის სიმაღლე თითქმის მთის სიმაღლეს უსწორდება, მთა არის კონუსისებური მთა და იქ არის ორი ნათობი, მე მგონი ალბათ მზე და ცისფრის ვარსკვლავია, მთვარე არ ჩანს იქ. და ერთი ხელის აწევა ნარამსის ეყოფა იმისაც, რომ ვარსკვლავები მისდეს იმ ვარსკვლავებს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს არის ერთიანი სივრცე და სავსებით განსხვავებული, სრულიად განსხვავებული სტილი ხელოვნებისა, ვიდრე მანამდე იყო შუმერულ ხანაში. ამაზე დაკვირვება ძალიან ადვილია, მე არა ხელოვნაცოდენ და ამის ანალიზი მე არ შემიძლია, მაგრამ ვიზუალურად ეს ძალიან კარგად ჩანს და ეს ყველაფერი ეთანხმება იმ პოლიტიკურ წყობას, რომელიც შეიქმნა იმპერიის ხანაში და ასევე ლიტერატურულ პროცესს. როდესაც თითოეულმა სიმღერამ, რომელსაც ადრე დამოუკიდებელი ღირებულება ჰქონდა, ამ საერთო ეპოსში მიიღო მონაწილეობა, ფეხბურთში ჩაერა შეიძლება ითქვას. სულ დაახლოებით შემორჩენილია 5 ასეთი დამოუკიდებელი სიმღერა გილგამეშის შესახებ. გილგამეშის ლაშქრობა კედარის ტყეში, გილგამეშის სიკვდილიც არის სხვათა შორის, ამ სახით ეს ეპიზოდი არ შესულა იქ მის სიკვდილის სახით, მაგრამ თემა სიკვდილისა ძალიან მნიშვნელოვანია გილგამეშის ეპოსში. ყველა სიმღერაში ეს ყველა სიმღერას ვიშვალოს ეს. და შემდეგ არის კიდევ ისტორიული ხასიათის ურუქის ბრძოლა თავდასხმებთან ქიშის სახელმწიფოსთან ეს ის ეპოქა, როდესაც ცალკე დამოუკიდებელი პოლისები ებრძოდნენ ერთმანეთს და ურუქის პოლისი დაწინაურებული იყო და ურუქის კულტურა წერილობით ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი წერილობითი ძეგლები არ არის აღმოჩენილი, მაგრამ ეს გმირებია ეს გილგამეში და კიდევ მისი მამა, მისი ბაბუა
და ბაბუის მამა ყველანი უკელები იყვნენ და მათზე რაღაც ეპიური ცვლილებებია შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ დამწერლობა აქ არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ ერთ-ერთი გმირი, ერთ-ერთი მეფე ურუქისა თავის ეპოსში ითვლება დამწერლობის გამომგონებლად. თუ რა პირობებში წარმოიშვა დამწერლობა, აი ეს ურუქული ტრადიცია, შეიძლება ეს გაზვიადებულია, მაგრამ ის ურუქს მიეწერებოდა ყველაფერი. აი ეს არის ურუქი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქიში დამოუკიდებელი სახელმწიფო, ერთმანეთს ებრძვიან. და ძალიან საინტერესო და ისტორიული ხასიათის ძეგლია ეს. ეპიურ სტილში არის. დაახლოებით ძალიან საინტერესოა ის, რომ ტიპოლოგიურად ძალიან გავს შუა საუკუნეების ბალადებს, სადაც აღწერილია ორი ქალაქის ბრძოლა. მაგალითად, რუსულ წერლობაში ხომარი ბრძოლა ვლადიმირისა და მისი როსტოვის ბრძოლა, ეს ებრძვიან. ორივეს დროშაზე ღვთისმშობელი იყო გამოხატული და ერთმანეთს ებრძვიან, ასევეა იქ. ღმერთები ერთი იყო მათი, მაგრამ ღმერთი რომ ხალხზე გადაიწყებოდა, ეს სხვა საკითხია. ყველაზე უკეთესად რომ წამოვწიოთ ეს იდეა ადამიანის განვითარებისა, რომელიც საერთოდ არ ახასიათებს ელინურ ეპოსს და სხვა რომელიმე ეპოში მინახავს, რომ გმირის განვითარების შესახებ იყოს ლაპარაკი, αλλά ეს გზა ნაჩვენები იყო რა არსად არ მინახავს. არის ენქიდუ ასეთი გმირი. ალბათ ზოგს ბევრს რაღაც აკითხავთ ეს ნათარგმნები, ეს ენქიდუ არის ნახევრად ადამიანი, ნახევრად ხეცი. როდესაც გილგამეშმა ახალგაზრდა მეფეა გილგამეში, როდესაც მოსვენება არ მისახავს, თალსა ბობოქრობს, ეს არის დაახლოებით ესეთი მოტივია ჯადოსუს ზღაპრებში ბობოქარი ბავშვობა, და ლეწავს ბავშვი ყველაფერს. მაგრამ ამირანი დასაყრებული ვარიანტს გეუბნებთ, ამირანი ეპოსის თავისთავად არ არის ზღაპარი. ამ დროს ყველაფერს დედაფერს კოკებს უმფრევს და შემდეგ მოსახლეობა შემდეგ ეუბნებიან შენ ასე დამკავშირო ხარ, შენ დააროყა მოტაცებულიო და ის გამოიხსენებია. ეს იცის, საუკეთესო მოტივია, სანიშნავია. დედასთან მივა და დედას გამოსწორებს ამბობს და მომალოდნენ და ამის შემდეგ იწყება ამ გმირის, ამირანის გააზრებული მოღვაწეობა სამყაროში. თერებს ებრძვის, ეშმაკებს აკეთიკით. და ასევე ემართება გილგამეშს პირველ ხანებში, პირველ ორ სიმღერაში გილგამეშის ბობოქარი ხასიათი დაუუკებელია და გამწარებულია მოსახლეობა. როგორ ეს ჩვენი წყემსიაო და როგორ გვეპყრობო. და შესთხოვენ ღმერთს, რომ მისი ორეული შექმნას, რომ ახლა შეიქმნა ენქიდუ სადღაც. როგორ შეიქმნა, ისე როგორ პირველი ადამიანი შეიქმნა მათი მითოსის და მათი ასე ვთქვათ ბუნების მეთოდების მიხედვით ყოველთვის არსებობდა. საერთოდ დარვინისტულია ეს ყველაფერი. პირველად შეიქმნა რაღაც მხეცი ადამიანის მსგავსი არ იყო, ნახევრად ადამიანი, ნახევრად მხეცი, თიხისგან იქნა მოზელილი, სული ჩაბერეს და დაარდეს უდაბნოში და გახდა ველური ცხოველების წყემსი, ქურციკების წყემსი, დილსა და ქურციკებია გახსენები. ასე არის ქურციკები. მასთან ერთად სვამს, წყალს, არავითარი იარაღი არ აქვს წყლისთვის, მასთან ერთად ზოლს, მალახს, ლაპარაკი არ იცის, ტანისამოსი არ აქვს. მცენარეულ სამყაროსთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მისი თმები და ეს ტატანის ის მცენარეულ საფარველს არის შედარებული. ცხოვრობს და ცხოვრობს, უკვდავად შეიქმნა, შეიძლება ითქვას, უკვდავია. ისე როგორც ცხოველთა სული, უკვდავია, არ კვდება. ერთი ცხოველი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ცხოველთა სული მუდმივია და არსებობს. ახლა ქალაქიდან მოდის მონადირე. სხვაშორის გილგამეშის ეპოსის განხილვა შეიძლება ანთროპოლოგიური ძალიან დიდ მასალას იძლევა ანთროპოლოგიისთვის. მაგალითად არის ყველაზე დიდი პრინციპული და ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება რაც არის დღესაც კულტურისა და ბუნების დაპირისპირება როგორ მოდის ბუნება, კულტურა თუ კულტურას არ მოუვარე, გადაუვლის ბუნება. არა, ხო არსებობს რამდენიმე წელიწადი თუ არ მიხვდები საფიქი ვერზე ბალახი ამოვა და სწავლაც არის.
როგორ მიდის კულტურა ბუნებისკენ, როგორ მიდის და შეიძლება თლიანად მოიცვას ეს ორი დაპირება ძალიან დრამატულია ეს დაპირისპირება. აი კულტურის წარმომადგენელი, ქალაქის ურბანისტური ცივილიზაციის წარმომადგენელი მონადირე გამოდის სისტემატურად გამოდის მახეებს, აგებს, ორმოებს, თხრის, ხაფანგებს მართავს იქა იჭერს ამ ფურციკებს და ყველაფერი კარგად მიდის. მანამდე სანამ ეს ენქიდუ არ გამოჩნდა, რომელიც ნახევარ ადამიანია. როგორც გონებაც აქვს, იცის როგორ დაშალოს ეს ხაფანგები. და ჩვენ წარმოვიდგინოთ ეს როგორც ერთის მხრივ, როგორც თავის გადარჩენა, თავისი ცხოვრების გადარჩენა, მეორე მხრივ თავის დაცვა კულტურისაგან, შემოტევა კულტურისაგან, იმიტომ რომ ეს უკვე სანადიროებში შემოვიდა. აი ასეთი კონცეპტუალური წრეები ახლა რომ ადვილი იყოს ამის აღქმა, ქალაქი წარმოვიდგინოთ ერთ წრედ, მას გალავანი აგრავს, თუმცა კვადრატული იყო შუამდინარული ქალაქები, როგორც სიცავე წრეებზე არის მანდ აღნიშნული ქალაქის კონტურები არის კვადრატული, მაგრამ როგორც ეს სიტყვა ლათინური urbs orbis ეს არის წრე, გალავანი წრე. ეს პირველი წრე არის ქალაქი, რომელიც მოიცავს ტაძარს, სასახლეს, სახელოსნოებია, ხალხი ცხოვრობს, მოქალაქეები. მეორე წრე ქალაქია რომ გავდივართ, ეს არის სამიწათმოქმედო ზონა, სადაც ბალბოსნებია, ყანებია. ის არ არის დაცული. ეს არის სოფლები, დაღასოფლები. ქალაქი მარტო ქალაქი არ არის, ხალი დაღასოფლები ახლავს იმას, ამიტომ არის ერთი წრე. მესამე წრე, აი სამიწათმოქმედო წრეში მესამე წრე არის მწყემსების წრე, საძოვრები. დამთავრდება საძოვრები, დაიწყება სანადირო წრე, სანადიროები. სანადირო დამთავრდება და არის უდაბნო, სადაც არავინ არ მიდის, ის ეშმაკების საუბრია და ისინი საჭირო რაღაც მოდის. ყოველთვის უდაბნოდან ემუქრება ქალაქს საშიშროება. რომ ეს ცივილიზაცია, რომელიც შუბნად ძელმა, რომელსაც ჩაუყარა საფუძველი, აი შეიძლება წალეგილი იქნა სანამ უდაბნოს უბრალოდ ეშმაკები და დევები კი არიან, მაგრამ ეს ნომადი ხალხი, მომთაბარე ხალხი, რომლებიც ცდილობენ რომ ნაყოფიერ როცა გამოიფიქრება მათი სამომთაბარეო ადგილები, ნაყოფიერ სფეროებში შემოვიდნენ და ასე. ასე რომ ეს მონადირე შემთხვევით გამოცდილება შეიძლება მონადირე რომ დაინახო რომ ეს ენქიდუ, ეს მწყემსი, ნათთან მწყემსი, რომელიც ადამიანს გავს, ცხოველთა ადგილიდან სანადიროში შემოდის, ცხოველებში შემოდიან სანადიროში, ახლა მათ მეფე გაუჩნდა და ახლა სახელმწიფოდ ცდილობს ჩამოყალიბდეს ეს უკვე რაღაც სტრუქტურა. ამენქიდუს ეს ხალხი, ეს ცხოველები დააყავს ერთი ადგილიდან მეორეს წყალსაცნებს, აძოვებს ასე შემდეგ. წავიდა დაღონებულია, და დაინახა რომ მისი ხაფანგები დაშლილია. ესეთი პირველი ნაბიჯი, რომელთაც ცდილობს ენქიდუ, რა თქმა უნდა ეს გააზრებული არ არის, მაგრამ შემოვამბობთ, ეს სტიქიურად ხდება ეს ყველაფერი. თუ შენ არ მოვარ თუ მონადირე არ იქნა, მონადირი ამ შემთხვევაში არ არის მარტო მონადირი, რომ რაღაცა იქ მოინადიროს ნადირ, რომელსაც წარმოადგენელი ურუქის ცივილიზაციის, ურუქზია ლაპარაკი ერთ-ერთ ქალაქზე. და წავიდა დაღონებული და მამას ეუბნება ასეთ ამბავს. სხვა შორის შუამდინარულ ეპოქაში და სხვა ეპოქისთვის გამეორებები ძალიან ხშირია. ის რაც მოხდა, რასაც დააკვირდა მონადირე ობიექტურად, რაც არის აღწერილი, ამას ყველაფერს მონადირე სიტყვით გადასცემს მამას. მამა ეუბნება სიტყვით ყველაფერს ამას უმეორებს და ეუბნება წადიშინ გილგამეშთან და იმას უთხარი, აი ეს უთხარი. მონადირე მიდის გილგამეშთან იმას ეუბნება, რასაც მამა. სხვა შორის ეს აადვილებს იდენტიფიკაციას ტექსტებისას, რომ შეიძლება ერთ ადგილას იყოს დამტვრეული თათიხის კირქვი და მაგრამ ჩვენ რა უნდა ვიცით, რომ ეს განმეორებულია ეს ტექსტი სხვაგან, ამით შეიძლება ჩვენ აღვდგინოთ ისა და ერთი წუთი ძალიან კარგი საკითხი.
შემთხვევაში რას ურჩევს? ახლა მე გითხარით, რომ მიხარით აზარი სხვა შორის ერთადერთი ქალაქია ურუქი, სადაც ქალაქის პატრონი არის ქალღმერთი. ძველი შუმერული სახელწოდებით ინანა, აქადური სემიტური სახელწოდებით იშთარა. და მის გარშემო ყველაფერი სხვა შორის ამ ქალაქის მეფე ითვლება ინანას ქმრად. რა თქმა უნდა, ეს თავხევალი მონაწილეობს ინანას მაგივრად, საგები იყო ესე საკრალო შეულებაზე ლაპარაკობთ. სხვა შორის მეფე ამბობს, რომ მე უბრალოდ კაცი არა ვარ, მე ვარ ინანას ქმარი. აი ესეთი ფორმულა მეფობის ღირსების დამადასტურებლად. და ამ ტაძარში, ინანას ტაძარში არიან ღვთისმშობლები. ნახე ამ თარგმანში წერია როსკიპედი უნდა დავარქვა, რა დავარქვა, სხვა სახელი არ არის. ეს ჰეროდოტესაც აქვს, ეს ოდნავ რაღაცნაირად ცოტა არეულია იმას ყველაფერი ასეთი უწესრიგობა არის, ცხადია. ამ თავიანთი ფუნქციები აქვს და ახლა ამას მუშაობთ, მაგრამ ძალიან ძნელია, არ არის აღწერილი ეს სიამბიოში რა ხდება აქ. ამიტომ ჩვენს ამას არ ვაკმაყოფილებთ. გილგამეში ეუბნება მონადირეს წაიყვანა ერთ-ერთი მხევალი ქალი შამხათის სახელად. წავით ერთად ჩასაბებით. როდესაც ენქიდუ, მე დაარქვეს ვარიც. შემთხვევაში იცი, ეს კაცი გამოჩნდება. გამოვიდეს ხალი საფარიდან, გაშიშულდეს, დაანახოს თავისი იქ სიტყვა, ერთი სიტყვა, მეტად ეფემიზმად ჩავთვალოთ ქუბზუ. აი მისი სიმშვენიერი და ყველაფერი და გასაგებია მოიხიბლება ენქიდუ და წამოვიდა და ასე რომ აი ამ ქალის საშუალებით, მაგრამ მარტო ეს არ არის ცხადი, არა სექსუალური ურთიერთობა და რაღაცა ეს ზოგი აქცია თავის ნახის დანანებით გაიხედა და ნახილი უკვე მიდიოდა ნახის და ნახილმა დაინახა მისმა ჯოგმა რომ ენქიდუმ უკვე შეაქცია მაგათ ზოგი. თავარიათ ის არის რომ ქალი ამ შემთხვევაში გამოდის როგორც ამბზრდელი ადამიანის ნახევარ ხესისაგან ნახევარ ადამიანად შექმნის ინიციატორი. და მთელი გზა აი ამ სანადირო ადგილიდან ურუქამდე ჩვენ ვაკვირდებით ენქიდუს ფერისცვალებას, როგორ განიცდის ის ფერისცვალებას, როგორ იზრდება სხვადასხვა დონეებზე, არის ჯერხომ ცხენსებთან მიიყვანა. ამ ცხენსებთან იარაღი დააჭერიეს ხელში, რომელიც მანამდე ჰქონდა იცავს გარეული ხესებისაგან შინაურ ჯოგს. ტაისამოსი არ ჩააცვა ქალმა. ამის შემდეგ სამიწათ მოხვდა ზონაში გადაიყვანა, სადაც მას ლუდი შეაწვეს 7 კათხა ლუდი. 7 ხო საკრალური რიცხვია და კათხა ლუდი ერთ-ერთი ატრიბუტია ადამიანის. ადამიანად ყოფნის. ასე რომ სანამ ურუქში შეიყვანდეს და გილგამეშთან შეახვედრებდეს, მანამდე ენქიდუ ამზადებს ეს ქალი. ამიტომ ამბობ, მარტო ეს ურთიერთობა არ არის, კიდევ აგრად რომ ურთიერთობა და სხვა შორის ეს ძალიან დიდი თემაა შუამდინარეთში ქალების როლი, არა მაგრამ შუამდინარე ბიბლიაში არის თვითონ. კოლოსალური როლია ბიბლიაში. ბიბლიაში ქმრები, ცოლები ასწორებენ ქმრების ჩავარდნებს, მაგალითად ისაკი, რომელიც ირჩევდა ორი ძმისა, ორი შვილისაგან, იაკობისაგან, ესავისაგან ესავს. აი ის ისეთ ესავს, რომელიც ძალიან გვაგონებს და ხშირად ლიტერატურაში ამას ავითარებენ ამას. ენქიდუს გვაგონებენ და ბაჟიანი იყო ესავიც. ასე რომ გვარის გამძლებელი, ანუ აღქმის შვილი, რომელსაც უნდა შეექმნა შემდეგ ერი, ისაკის თვალში ესავი უნდა ყოფილიყო. რატომ? იმიტომ რომ ნანადირები უყვარდა და ესავი იყო მონადირე. აჯერპიგის გემოზე იყო დამყარებული მისი არჩევანი. მაგრამ რებეკამ სულ სხვა გადაწყვიტა, რებეკამ იაკობი აერჩია. ასეთი იყო კიდე სარას შემთხვევაშიც, ესაც აიძულა აბრამი რომ გაეძევებია ისმაილი და
ისაკეთის მიეცა უპირატესობა, რომ ის ყოფილიყო ხაზის გამძლებელი ყოფნეს პატარა ციარსუა, აი ათას ხალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ მოაყოფითი, ზოგჯერ დადებითი. მაგრამ გარდამტეხი ყოველთვის არის. აი, გამზადებული ადამიანი უკვე ადამიანად ქმნილი, სიძესავით გაფრინდაო, სიძესავით ვასწრებია. გიგამეს ვაპარაკის ისწავლა. მე ხოლმე შორსო წავიდეთ, რა არის აქ აი ამ ენქიდუს ცხოვრებაში, რომელიც ძალიან მოკლე დროში მოხდა მისი გარდაქმნა ნახევარხეცისგან. ნახევარხეცის და ადამიანისგან ადამიანად და მოკლე ხანში მოხდა. ეს არის მისი ონტოგენეზი, რასაც ბუნების მეთოდაში ამბობენ, რომ ადამიანი თავის ონტოგენეზს გადის არა ჩანასახიდან შემდეგ. ეს მისი ონტოგენეზი, ეს მისი ყოფა, მისი ცხოვრება, პიროვნება, მისი არ შეცვლა, მაგრამ მან განვითარებას მიაღწია რაღაცას. ახლა დროს ეს არის ფილოგენეზი, კაცობრიობის განვითარებისა, როგორც წარმოედგინათ შუამდინარეთში და დღესაც ბუნების მეთოდებაში არის მიმდინარეობა და არ მინდა მომდინარე, რომ ადამიანი შეიქმნა რაღაც ადამიანის მსგავსი ენქიდუსგან და შემდეგ თანდათან ნელ-ნელა ევოლუციის პროცესში განვითარდა დღევანდელ ინტელექტუალურ ადამიანი და homo sapiens. ენქიდუსი homo sapiens არა, homo sapiens არ ყოფილა, ეს გილგამეში იყო. მაგრამ თუკი დარვინის თეორიის მიხედვით ეს ევოლუცია ხდება ბუნებრივი შერჩევით და არავინ წინამძღოლი აქ არ არის, არც ღმერთი არავინ არ არის. აი ეს დარვინისტური შეხედულება, ეს ევოლუციური შეხედულება შუმერული თუპასვე აქადური და ავტორისა გამართლებულია რით ვეთანხმებით, რომ ახ ხელმძღვანელი ყავს ამ ადამიანს, რომელიც უნდა გარდაიქმნას. ეს მიტოვებული არ არის ბედისანობა. ღმერთიც აქვს ყველაფერი არის და ეს ქალია, რომელიც მისგან გამოძერწავს. პირველად სვაშეში ქალმა გამოძერწა, არ უღერვა იმ ქალს, რომელსაც შესხოვეს, რომ გილგამეშის მეტოქე გამიჩინეო და თითისგან გამოძერწა და დააგდროს გითხარით. აი ასევე ამ გამოძერწის ხელახლა ძერწავს ქალი ეს შამხათი. და სვაშეში ეს არის დიაცის საქმე, შიფირსინიშტი, ასეთი ტერმინია, შიფირსინიშტი, დიაცის მოწოდება. აი ეს არის დიაცის მოწოდება. სხვა რაღაცებთან კიდევ შვილების აღზრდაზე რომ ვლაპარაკობ, აი ასე აღზრდა, როგორც შვილი ისე აღზრდა და ეკიდა. და შეავადრე გილგამეშს. და როდესაც ვერცერთმა ვერ დაძლია, ამავე დროს წინასწარ კიდე გილგამეშს თავისი სიზმრები აქვს. ასეთი ეპოსის სიზმრების გარეშე არ არის ეს სიზმრები, ამბავი ორჯერ ხდება, ჯერ სიზმარში ხდება სიმბოლური სახით. არის ოდისეაში არის სიზმრები, არც მინახავს, არც გამიგია სამე ილიადაში თუ სიზმარი. და აი ხო ბიბლიაში სიზმრები არის, 4 სიზმარი საერთოდ ფარაონის სიზმრება ორჯერ ხდება სიზმარი, მოხდება წინასწრებით არის სავსე ადამიანი და სიზმარში ეს სიზმრება გილგამეშს როდესაც ვარსკვლავი ჩამოვარდა და მოედანზე დაეცა. ვერავინ შეძლო მისი აწევა მოყმენი, ხო საზოგადოება შეძლო მოყმეებისგან და უხუცესებისგან ეს ორი პალატა მართველი ხალხი. უხუცესების რჩევის ხალხი არჩევა საზრდელ მეფეს, როგორ მოიქცეს ესენი კიდევ იარაღით. ასე და ვერცერთმა მოყმემ ეს ვერ ასწია და გილგამეში ავიდა და ნეალს აწია გილგამეშს და დედას მიუტანა, მიართვა დედას. ეს როგორ დახორციელდა იმაზრით, რომ როდესაც შეერკინენ ესენი ერთმანეთს, ვერცერთმა ვერ ძლიან და ამის შემდეგ მათი მეგობრობა ჩამოყალიბდა. და უფრო მეტი ღვიძლობა რო ყოფილიყო მათ შორის, დედასთან მიიყვანა, რომელმაც იშვილა იგი მუხლებზე დაისვა და უთხრა შენ ენქიდუ ჩემი გაჩენილი არ ახარ, მაგრამ შენ შვილად მიგიღე. და აი ასე გადაისხმა მათი მეგობრობა. და ამის შემდეგ გილგამეშს ხედავთ, რომ ეს სხვა პიროვნება და ამის შემდეგ იწყება ლაშქრობები. ლაშქრობები შამაშის გზაზე. და შამაში არის სამართლიანობის ღმერთი და ამავე დროს მეგობრობის სულის სამგმელი.
დავეცა ისინი მიდიან კედარის ტყის ტყეში საბრძოლველად, სხვა შორის ეს ეპიზოდი შუმერულ სიმღერებში შემორჩენილია. როგორ მიდის გილგამეში თავის მოყმეებთან და მენქიდუსთან, რომელიც იქ შუმერულ ტყეში არის მისი მონა. თუმცა ეს მონობა რაღაცნაირად მსგავსია შერმადილისა და ავთანდილის ბატონ მონობისა. შერმადილი ხო მონა ავთანდილის, მაგრამ ეს მონა მაინც რჩეველია, მისი მეგობარიც არის. აი ასე ის მონა, რომელიც შუმერულ სიმღერებში იყო გილგამეშისა, გადაიქცა მის მეგობრად. და სხვა შორის ვეფხისტყაოსა ძალიან ისეთი სტრუქტურული და ამავე დროს ტიპოლოგიური მსგავსებაც არის. ისე როგორც ვეფხისტყაოსანი იწყება უცხო მოყმის გამოჩენით, სადღაც დინარის პირას, რომლის იქით სულ სხვა სამყაროა. და სხვა შორის ნადირობა რომ არ ჩატარებულიყო, ვერასოდეს ამ მოყმეს ვერ მიაგნებდნენ, საერთოდ გამოჩნდებოდა ეს მოყმა. რადგანაც ნადირობის დროს ისინი გადაცდნენ ნადირობის საზღვარს იქითკენ, როგორც ის ენქიდუ შემოვიდა აქეთ და ეს მონადირეს რაღაცნაირად უდაბნოსა და აი ამ სანადირო ადგილების ზღვარზეა. აი ეს ენქიდუ შეიძლება ჩავთვალოთ იმ უცხო მოყმედ, რომელმაც ვეფხისტყაოსანში მთელი ეპოსი შექმნა, აი აქედან დაიწყო ყველაფერი. კი. არაბეთით იწყება, იყო არაბეს როსტევად, მაგრამ არაბეთი არ არის მთავარი გმირი. არც ავთანდილი არ არის მთავარი გმირი, მოქმედებს, მიდის, მოდის. მაგრამ მთავარი გმირი არის ტარიელი. ტარიელი, რომელსაც მე შეეწევნა, აი ეს არის ენქიდუა მთავარი გმირი აქ. თუ არ კუთხით შევხედავთ ამას. კი, რა თქმა უნდა, გილგამეშიანი ქვია, თუმცა გილგამეში ანუ როგორც სახელწოდება, ამ სახელწოდებით არ იყო ცნობილი ის სამყაროში. ნელაპატრაიც გავაკეთოთ ახლა სკოლიო, აქედან არ დავაისწრეს, რომ ის უცხო მოყმე გამოჩნდა, რა შემოიტანა ურუქში. მე-7 საუკუნეში იყო მეფე, ჩვენს ერთადერთი აშურბანიპალი ყველა მისის. მებრძოლი გმირი, მეფე. ამავე დროს თვითონ პოეტიც იყო და უზარმაზარი ბიბლიოთეკა შექმნა თავის დედაქალაქში, ნინევიაში. ესე განადგურდა ნინევია და იმპერია დაეცა ყველაფერი და მე გათხარეს და უზარმაზარი რამდენიმე 1000 თიხის პირი აღმოაჩინეს. ხანძრი შედეგა იყო დაუყული, მაგრამ ხანძარი თიხას რა დააკლებდა, შეიძლება თიხა დასრული იყო, მაგრამ არ დაიცოდა ეს. აი აქ აღმოჩნდა 12 დაფიანი ეპოსი გილგამეშისა. რაც აკავით პირველი სიტყვის პირველი ეპოსის პირველი სიტყვების საკაურით შანაკბა იმურუ. მეტი არაფერი. აი ამით შეიძლება გამოეცნოთ დაფას პოლიცია წერა ხოლმე. რაღაცა კუდის ეს დაფა დეკუდის ამას შეიძლება თუ გაიფანტა ამ დაინგრა ეს ბიბლიოთეკა და დაფები როგორც წიგნები გაიფანტება ეს ფურცლები. მაგრამ წიგნებში ყოველთვის შემოთარი ხოლმე, ყოველ მე-16 გვერდზე ასე იყო ხო ეწერა ხოლმე ავტორი და სახელწოდება წიგნისა, მაგრამ დღეს ეს არ არის ჩვენში. ასე ფურცელს მივაგნებით. აი ასევე იქაც. ხო, აი ახლა ეს უცხო მოყმე, აი ამ უცხო მოყმემ ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა ურუქის საზოგადოებაში. ჯერ ერთი გილგამეშის ეს საშინელი სიბობოქრე დააწნარა და მიმართა ეთიური ბიზნესკენ. აი გითხარი შამაშის გზაზე სიარული, აქაც და სიმბოლურია ცხადია, შამაშის გზაზე სიარული ნიშნავს და აი რას ნიშნავს ერთგან ამბობს გილგამეში. წავალ, სადაც სახელი დამყარებულია, ის ჩემს სახელსაც დავამყარებ. და სადაც სახელი არ არის დამყარებული, იქ შამაშის სახელს დავამყარებ. რა არის ეს შამაშის სახელი? არის სინათლე, ანუ სინათლის შეტანა რა, რაღაც უბრალებში, რაღაც სიბენელეში, გამოქვაბულებში თუნდაც. და ასეთი არის კედარის ტყე, რომლითაც მთელი აღმოსავლეთი ეს სირია ეს იყო მოფენილი. სხვა შორის დღეს ლიბანის რეგიონი არის კედარი, მაგრამ ლიბანში კედარი არ არის. აი გამოწყვეტილი ექსპედიციის შედეგად, რომელთა შორის პირველი იყო გილგამეშისა და ენქიდუს ექსპედიცია იქ. ნახმე როგორ მოჭრეს კედარი, როგორ
ევროპის სათავეები ევროპის როგორც ჩაყარეს ეს მორები და მოიტანეს ურუქში ხე არ იპოვება და აი ხის მასალა ძალიან ძვირფასია. ასე რომ ეს ექსპედიციები სულ უნდა მეწყობოდა იმის შემდეგაც ისტორიულ ტექსტებში ძალიან ხშირია. თვითონ სოლომონმაც ლიბანის კედარი გამოიყენა თავის სასახლეში ტაძრის ასაშენებლად ცნობილია რა. ხირამს დაავალა ისა თბილისის მეფეს და დღეს ერთი ისიც არ არის. მაგრამ თავარი არ არის ეკონომიური რა თქმა უნდა საგებლობა ამ ლიბანის ტყისაგან, ხისაგან ეს როგორც ხე, როგორც საწარმოისა სამშენებლობით არ არის. აქ არის ტყის გაჩეხვა როგორც კულტურშემოქმედებითი მომენტი. აი ერთი ის არის თამარის შესახებ არის ერთი პატარა ლექსია თამარის მოქმედ დღელე უბრალოდ უგრანი ტყეები გაჩეხავდა გზები გაიყვანაო და ახლა აი ამ კედარის ტყეებში რომელსაც ფლობს ხუმბაბა ურჩხული აი ეს ურჩხული უნდა იქნას დამყარებული და დამარცხებული რომ აქ შამაშის სინათლე იქნეს შეტანილი მის ადგილზე და შამაშის კულტი იქ აორზინდეს და იქაც დაარსდეს აი ასეთი გეგმა კონდათ მათ და შეასრულეს ეს ენკიდუს შაბონელი შეგვიძლია. იმიტომ რომ ირონიაში წასვლას ვერც გადაგდა რომ ენკიდუს არ ეთქვა მე ყოფილი არ იქ და ვიცი ხუმბაბა ვინ არის. ამდენ უგეშინია წავიდეთ. და რამდენჯერმე ისეთი მდგომარეობები გილგამეში უკან დაეხია. მაგრამ არა ენკიდუ ამხნევებდა და ბოლომდე მიიყვანა ეს საქმე. მაგრამ აღმოჩნდა რომ ხუმბაბას მფარველობს შუმერული სამყაროს საემიტოლოგიის ღმერთი ენლილი და ამიტომ ხუმბაბას მოკლა ასე ამაოდ არ ჩაელი. სხვაიშორის გილგამეშს უნდა და ხუმბაბას გაშვება. ახალი ტრის შეწყალების მოტივი ეს არსებობდა ევროპის ხალხშიც არის. რამაზ მეფე რომლის აპატია და ისა და აკავშირებული რამ არის ეს ყველაფერი. მაგრამ არა ენკიდუ არ შეიძლება ხუმბაბას დატოვება. რაც დაუშვებს იყოს შეებრალა ხუმბაბა არ შეიძლება ვის გაუგია დაჭერილი ჩიტის თუ რაღაცა უკან გაბრუნება არა დაჭერილი ჩიტი დაიჭირე უნდა დაჭერილი ხავდეს და მოკლეს ეს ხუმბაბა ანუ ენკიდუ ისჯება ენკიდუს ნეულება შეეყრება აი ეს ენილის ზალით ნუ ბოლოს ხდება და გილგამეში დასწრის მაგრამ ეს არის პირველი სიკვდილი რომელიც გილგამეშს თვალზე წარმოუდგა შეიძლება სხვადასხვა სწორი ხდებოდნენ და სხვადასხვა თანამედროვე ექსისტენციალურ ფილოსოფიაში არის სწორედ ამაზე გამახვილებული ყურადღება რომ ადამიანმა იცის მოხდავია მაგრამ არა იცის მოხდავია მაგრამ სწორებია თვითონ არ არის ვაი საწოდა გარდაიცვალა გამოეთიშა ამიტომ ადამიანი უყდავია და ის არის ნიშანდებულია ის ადამიანი პრივილეგირებულია ან რაღაცნაირად ისეთი რომელიც გამოეცალა სოციალურ მოკვდა და მე არ შემეხება არ მეხება გილგამეშს არ ეხებოდა სანამ ენკიდუ მისი ღვიძლი ადამიანი არ მოკვდა და დასწიროდა როგორც თავის თავს ასეა წარმოდგენილი აქ შვიდი დღეღამე დასწიროდა ვერ გავაბიცა მაგრამ სანამ ამოტყოფი იყო ენკიდუს ნეული იყო დასწრება შამხათი რომელმაც ამ უყდავებიდან ახლა ეს მეორე მოტივი შემოდის. რა თქმა უნდა ადამიანი გახდა ურუქის ცივილიზაციას ამ ავტორის ტექსტის ავტორის მიხედვით ეს არის უდიდესი ცივილიზაცია და ვინ წაუღალმეს ვინ ითქვის უარს ეზია ამ ცივილიზაციას ამ ურბანისტულ ცენტრს ყველაფერს სრულყოფილი ადამიანი შეიქმნა ის ნახევრად ხერხი მოიცილა მაგრამ რა დაკარგა უყდავება დაკარგა ღმერთებმა ის შექმნეს, ღმერთმა ხალხმა უკდავად შექმნა ის, როგორც ცხოველის სული, რომელიც მუდამ უნდა არსებული იყო. ცხოველები კვდებიან, წყემსი მუდამ არის. და სხვაშორის თათასი არ არის. არის ერთი სიზმარი აღწერილი, სადაც წყემსი, ნახილის წყემსი ქვესხმელშია, მაგრამ მუდმივად არ არის, ამოდის ცოცხლდება. კვდება, ცოცხლდება. აი როდესაც ხდება ნახილის წლების პერიოდი თუ რაღაც ამაზე აგებული ყველაფერი
ანცენარეული საფარი, როდესაც ჭკნება, სცენარული საფარის სულები ფესტმეში არიან და ისევ ამოდიან გაზაფხულზე. მათი აღდგომა ხდება. აი ასევე სულ უკანე გარეული ცხენსების ჯოგების სული ფესტმეში ჩადის და ზემოთამდე ასევე ეკიდო მოკვდებოდა და ისევ ამოვიდოდა. მაგრამ ეხლა ხდება როგორც ადამიანი, რომელიც უკან ვერ დაბრუნდება. და ასე ტერმინია თმათ ამ ეპოქაში უკან დაბრუნებულ გზაზე წასული ადამიანი, ხო? აი ესე. და წყევლის შამხაც, რომელმაც აქ შემოიყვანა და კი აზიარა ყველაფერს ამას, მაგრამ აი უკვდავებას დააშორა, წაართვაკვდავება. მაგრამ მე შემდეგ ისევ მეხლა ერთი ამ უნდა გითხრათ, რომ ეს ეპოსის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვახსოვთ 2/3 შემორჩენილი, მეტი არა, 1/3 შეიძლება რომ მეტიც დაკარგულია. ყველაზე საინტერესო ადგილზე შეიძლება ითქვას, რომ ცხადება ტექსტი არაფერი არ ვიცით, სადაა. ნინევია გაითხარა, ასად არ აღმოჩნდა ეს მის გაგრძელება, ვიდრე დამტვრეულია, დაუბრუნებლად არ დაკარგული სხვადასხვა ქვიშად არის თეორიის. და ბუდიზმი რამე აღმოჩნდება, კი ბატონო, მაგრამ უამრავი ვერსიები არსებობს. მაგრამ ხანდახან დაერასებს ხოლმე იმ ყველაზე მეტად საჭირო ადგილს, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ხო და აი შემდეგ არის ერთი ტექსტი, სადაც ენკიდუ უკვე ლოცავს შამხატს. ლოცავს როგორც ადამიანი და შეურიგდა, რომ იგი კვდება როგორც ადამიანი. აი ეს პარალელი შეიძლება მართლაც გავავლოთ ოდისეასთან, რომელიც ადამიანობას არჩევს ცისსა და კალიფსოს უკვლევებას. რა ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ადამიანის მოწოდება შიფირ ამელუთი არის კაცობრიობა, ადამიანობა. კაცობა. შიფირ არის მოწოდება. ადამიანის მოწოდება რა არის? სხვა შორის აი ამ ეპოქაში მე ამ ეპოქის ანალიზის და მქონდა ადრე მე განახორციელე მითოდა დამეწერა ასეთი ნაწარმოები შამაშსა და იშტას შორის. არის შამაშის კულტი არის, იშტარის კულტია, შამაშის მორალია, იშტარის მორალია. იშტარის მორალია სასიყვარულო ექსცესები, მეექვსე სიმღერაში არის როდესაც იშტარი გამარჯვებულ გილგამეშს თავაზობს თავის სიყვარულს და გილგამეში ამას უარყოფს. ისე ნაზად კი არ უარყოფს, როგორც კალიფსოს და კირკეს უარყოფს ოდისეში. არა, სასიკად. მე ჩამოგითვლი შენ საყვარლებს და აცრეას და იშტარის საშინელი ამბები ყველაფერი. მეექვსე სიმღერაში, 100 სეკუნდში ეს არის გაშლილი. აი 6 შენი საყვარელი როგორ დაუყაო. მე შეიძლება ვიქნები და ეს იგივე ამბავი დამემართებაო და იშტარი გაბრაზდება და მამის ერთვის ასე დამამცირა გილგამეშმა. მამის მოთო ასეთი ხარო და მიტოვა. ხო, ეს ძალიან ისეთი თანამი ნაწარმოებია. თანამი, მაგრამ რაღაცა სეკულარული ტიპის ნაწარმოებია, რომელიც დღეს შეიძლება დაიწეროს ჩვენთან. მაგრამ აი გილგამეშისა და ენკიდუს დასაჯელად ანმა ცისღმერთმა იშტარის მამამ გამოგზავნა ზეციური ხარი, რომელიც ანადგურებს ყველაფერს, როგორც გვალვის ნიშანია და ამ ხარსაც დაამარცხებენ. ხო, ახლა ვლაპარაკობ, იმიტომ რომ იშტარსა და შამაშს შორის. გილგამეში იშჩევს შამაშის გზას, ანუ ძალიან დიდი ეთიკური ღირებულებების გზას, როგორც კარი ხუმბაბას ეძებს ამ ნიშნით. მაგრამ აქ კიდე მესამე ელემენტი აქვს, ანუ მესამე პერსონაჟი იშტარი ხომ არის, შამაში არის, შამაშის გზას მიყვება. თუმცა შამაში შეუძლება გილგამეში, შეუძლებს უკვდავებას ვერ მიაღწევ. მაგრამ ეხლა უკვე უკვდავების ძიებაზე არ არის ლაპარაკი, უკვე რაღაც სხვა ადამიანურ ღირებულებებზეა. კარგი, მესამე არის, მესამე გზა, მე წავიკითხავ, ერთი არის ასეთი პერსონაჟი სიდური, რომელიც გილგამეშს ხვდება გზაზე, როდესაც ის მიდის უკვდავების საიდუმლოს გასაგებად უთანაფიშის და რომელიც წარმის წყლების შემდეგ გადარჩა და სადღაც იქ დინარეთა შესაძლებლად ცხოვრობს და ეხლა წავიდეს რომ გზაში აპყოლებს საერთოდ ეს სვლა უნდა წარმოვიდგინოთ როგორც რაღაცა ინტელექტუალობის სვლა და არა მაინც აქ უხდების მოპოვებისთვის.
რაღაც შემეცნებისთვის, რაღაც საიდუმლოს ამოსახსნელად. მაგრამ შუაში ხდება ქალი, რომლის სახელი არის სიდური. სიდური ეუბნება ასეთ რამეს. დღესაც გაიცნის ეს და ყოველთვის არის ორი რამარი არის ინტელექტუალური ძიება ადამიანის მაღალი ღირებულებების მქონე და არის კიდევ ასეთი მოწოდება. სად მიდიხარ, სად? აწსავსე გქონდეს სტომაქი გიგანაში, ილხენდე დღითა და ღამით, დღემიადად მართავდე ნადიმს, დღითა და ღამით როკვიდე მღერდე, სპედაკი გეცვა სტანზე სამოსელი, თავს განიბანდე, ტანს განიბანდე, ზრუნავდე შილზე ხათ რომ გეჭირება, შენს ხელზე იხაროს მეუღლემ შენმა, რადგან ეს არის ბედი კაცისა, ანუ მოწოდება კაცისა და ცუდი აღარაფერი არ არის ცხადია. ეს არის ჩვეულებრივი ყოფა, ის ყოფა, რომელსაც თანამედროვე ექსპერიმენტები ყოველ შემთხვევაში მაგით დაგვასწრება. ეს არის ჰაიდეგერის მან, რომ არის ეს ისეთი ქცევა, როგორც ყველა იქცევა. ეს არის ადამიანის ხვედრი. მოიქეცი ასე. რა სად მიდიხარ? არის შენი საქმე, მის ძიება. სად მიდიხარ შამაშს? მაგრამ არა გილგამეში ამას შუაშორის ეს ხალი არის სასმელებს ანზადებს ახლა დაფუძნებულს კიდეზე და სასმელიც შესავას ალბათ სასმელის არ მიიღო გილგამეში ეს ადგილი დაკარგულია მაგრამ აი ეს წინადადება არ მიიღო და განაგრძობდა და წავიდა ბოლომდე ამოწურა ეს ყველაფერი ხოდა ახაც მე ამომიწერია ერთნაირად გითხრათ იშვიათია ხო შევადარეთ არა ეს ისე სადა ამის გმირებს რომლებიც გმირები არიან დაყინული არიან და არ ვითარდებიან როგორც იყო ისეა თავიდან ბოლომდე ახილეს არის უნდა ფეხმაგრის უნდა ასეთია არაფერი ახილეს არ ცვლის აბსოლუტურად აი თომას მას რომელსაც საერთოდ მოხსენება წაიკითხა ამერიკაში ჩადოსურთაზე და ფაქტობრივად გამოკვლევაა ეს თვითონ გამოიქვია თავისი რომანი და შეფასება მისა კვალიფიკაცია თუ რა ხასიათის რომანია ეს თვითონ რომანი არსებობს ან ეპოსები სათავგადასავლო საგმირო იქ მითოლოგიური ღმერთები არიან რაღაც არსებობს ეპოსი ამირან დარეჯანიანი არსებობს ხო არის არსებობს ვეფხისტყაოსანი ეპოსი სადაც ამირან დარეჯანიანის რაღაც ელემენტები არის საგმირო სათავგადასავლო შეიძლება ჩვენ ვეფხისტყაოსანს შევხედოთ როგორც სათავგადასავლო რომანს და საერთოდ იმ საუკუნეში როდესაც ვეფხისტყაოსანი იწერებოდა იმის შემდეგაც მე-18 საუკუნის ბოლომდე და დღესაც შეიძლება არის სათავგადასავლო რომანი. მე ეჭვება რომ ვეფხისტყაოსნის საზრის მის იდეას რაც მისმა ავტორმა ჩადო ამაში მიცდომოდა ეს თავი რომ შემდეგ როგორ გააგრძელებს ვეფხისტყაოსანი. ვეფხისტყაოსანი არის აბსოლუტური დასასრული. აი როგორც აქ თავდება ყველაფერი. ეს ხორცილი რომ არის, ის ხორცილი კი არ არის, რომელიც შემდეგ და შემიგიბადებიან თავი, არა იყო საფაშო ხორცილია, განა გინახავს ხაპარი, სადაც ლაბორატორია ხორცილი შემდეგ რაღაცები დაიბადნენ კიდევ და განაცხადა ცხოვრება, არა თავდება, ეს ხორცილი ესქატოლოგიური ხორცილია. მაგრამ რა მოხდა აღორძინების ხანაში, ამ აღორძინების ხანა ეწოდება, მაგრამ სრული გაუგებრობა ვეფხისტყაოსნის მიმართ. ერთმანეთს ხვდებიან ტარიელისა და ავთანდილის შვილები, მისი შვილები კიდევ ლამისა და მეცხრე ჩვენამდე მოვიდა მაგათი თაობები. და ისევ და ისევ მოვადება იგივე გაცნობა, იგივე თავგადასავალი, ასე არ თორდება არაფერი. ამიტომ რას ვამბობ მე ვამბობ რომ ვეფხისტყაოსნის წაკითხვა სხვადასხვანაირად შეიძლება ცხადია. თუ ვინმე ნამდვილად ვეფხისტყაოსნის წაკითხვა უნდა ჩავორმავდეთ, როგორც და რომელმა სიღრმე იხილა, ჩავიდეთ ხო მარგარეტების ზღვის სიღრმეში. აი რას ამბობს თომას მანი. თავის ჯადოსნურ თაზე, სადაც ერთი უბრალო ადამიანი ფანს კასტოპი ყავს გამოყვანილი. არაფერი გამორჩეული, არაფერი არ არის.
გენები უნდა აშენოს და ისიც არავინ არ იცის ააშენებს თუ არა გენებს. ავტორისათვის სიკვდილისა და სნეულებაც და ყველა შემზარავი თავგადასავალი, რომელსაც იგი თავის ხმის შეამთხოვს, მხოლოდ და მხოლოდ პედაგოგიური საშუალება, რითაც მიიღწევა უზარმაზარი ძალის აქტივიზაცია, ჩვეულებრივი გმირის ამაღლება მისი თავდაპირველი დონიდან. აი, ასეთი კვალიფიკაცია მისცა თავის გმირზე თვითონ გააკეთა და თვითონვე შეაფასა ეს ყველაფერი. შეიძლება ეს რაღაც არ მგონი არაცნობიერად მომხდარიყო განსაკუთრების გარდაქმნა მის რომანში. მე შემდეგ დაინახა ეს. შეიძლება ასე ხდება ხოლმე. იმიტომ რომ შემოქმედება ესეთი რამეა, რომ ხანდახან შემოქმედს კი არ გაეპარება რაღაც არის და უნებურად რაღაც მოუვა, რომელიც შემდეგ გამოიდებს ნაყოფს, როდესაც გადახედავს მე თავის ნაწერს, იმიტომ რომ ყოველთვის ამბობს ორჯერ უნდა წაიკითხო ჩემი ნაწარმოები თომას მანი ამბობს. ორჯერ, როგორც მუსიკალური ნაწარმოები, აი მაშინ იქნება ყველაზე უკეთესი გაგება. ხო. აი ასეა. აი ასეთი აქტივიზაცია დაემართა გილგამეშს და მე მას ვამბობ, რომ როგორც სწავლსაძებსი, ასევე გილგამეში თავისი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები არ იყო საერთოდ ესეც წამიკითხავს ეს აზრი, უფრო სხვა ნაწარმოებები იყო ცნობილი. იმ მსგავსი აი ამირა დარეჯანიანისა. არ იყო პოპულარული პაიზანაც. ხო, ეხლა რომ გამოხდა მე დავთვალე, თქო და ამდენ ლაპარაკი არ შეიძლება. ახლა ეს აქტივიზაცია რითი ხდება, რა საშუალებით ხდება, რა მექანიზმია იმისათვის, რომ ეპიკოსმა მოახდინოს თავისი გმირის აქტივიზაცია. რა ვიცი, შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, ეს არ მხოლოდ ნაწარმოებებში, არამედ ყოველდღიური ჩვენი გამოცდილება. ერთ-ერთი თვითმფრინავად შეუძლია გაიხსენოს შეხვედრა სრულიად უნიშნელო, რომელიც არ იყო დაგეგმილი და თუ არა შეცვალა რაღაცნაირად თქვენი ნაბიჯები. რაღაც ახალი ნაცნობა მოგიტანა და მე შეიძლება დავასახელებ ჩემთვის. და ამას შეიძლება ვფიქრობ ხოლმე. აი შეხვედრა, სამი შეხვედრა ენქიდუს, სამი შეხვედრა გილგამეშს. აი პირველი შეხვედრა მონადირისა და ენქიდუს შეხვედრა. ეს არის ზოგადი შეხვედრა, ეს არის კულტურისა და ბუნების შეხვედრა. აი როგორ წარმართება ეს ყველაფერი. აი მეორე შეხვედრა არის შამხათისა და ენქიდუს შეხვედრა. ეს პროინტენსიული შეხვედრა და აქტივიზაცია ძალიან ძლიერი აქვს. მე ვაშორი შამხათი იკარგება, არ ვიცი, შეიძლება დაკარგულ ფიქრებში იყოს სადმე დაფებში შამხათის შესახებ რამ. მაგრამ შამხათმა თავისი მოვალეობა შეასრულა, დაამთავრა. ამიტომ ის როგორც პერსონაჟი არ მონაწილეობს. ახლა სხვა პერსონაჟები შემოდიან. აი სიტყვი შემოვიდა მაგალითად, რომელმაც ასეთი პერსპექტივა დაუხატა, რომ ადამიანი გაჩენილი ამისათვის ჭამოსვას იმხიარულად, როცა შვილები გაზარდა და ასე შემდეგ. მესამე შეხვედრა ენქიდუსა და გილგამეშის შეხვედრა. აი როდესაც ახლა შევშევდეთ და მე განვაგრძობ იმ სამ შეხვედრას ენქიდუს შეხვედრებს. როდესაც ენქიდუმ დაამთავრა თავისი ადამიანობა და სრულყოფილი ადამიანი გახდა, შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ ენქიდუს სახელწოდება იყო ლულა არის რაღაც ველურის მსგავსი აღნიშნული სიტყვა. ლულა ამელუ კაცის აღნიშნული სიტყვა ამელუ. ეს ამელუს ვაშორის ოთარჭილაძე ავილულმათ განუდგენ. ავილუ ეს დიალექტური ფორმაა ბაბილონური. ამელუ ლულა ამელუ ველური კაცი. შამხათის ხელში მთლიანად ჩამოიძარცვა გათავისუფლა ველურობისგან ლულასგან და ამალუ მივიღე და ეს არის უკვე სრულუფლებიანი მოქალაქე ურუქისა. მაგრამ სადაც თავდება ენქიდუს ცხოვრება როგორც ადამიანისა, იმის შემდეგ იწყება უკვე ახალი ეტაპი გილგამეშზე, გილგამეში ახალ საფეხურზე არის.
რომელ საფუძველზეც ენქიდუმ ვეღარ შეძლო ასლა, იმიტომ რომ ენქიდუს საზრისი ან მისი მოვლენების საზრისი იყო ადამიანად ქცევა. მაგრამ ადამიანს რაღაც ახალი პერსპექტივა ეშლება, რომ იგი გახდეს მოაზროვნე და რომელიღოთ ეს სიტყვა ფაუსტური ტიპი. ფაუსტური ტიპი არის საერთაშორისო საუკუნეების შემდეგ, რაც შემოვიდა ეს რეფორმაციისა და ამისა მაძიებელი გმირი. გილგამეში არის მაძიებელი გმირი. ახლა ენქიდუს შეხვედრები. ესე იგი ენქიდუს შეხვედრა გილგამეში შეხვედრა სიკვდილთან, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეს აბსტრაქტული რაღაც არის სიკვდილი, მაგრამ ძალიან დიდი შეხვედრა, ეს დიდი გამოცდილება. შემდეგ შეხვედრა გილგამეშის, ხო, ეს სამი შეხვედრა ენქიდუს შეხვედრები იყო, ხო? გილგამეშის შეხვედრა, სიკვდილთან შეხვედრა სიგურისთან, აი რომელსაც უთხრა ადამიანის ბედი ასეთია და დაემორჩილი ამას, მაგრამ ეს არ ემორჩილება. პირველად რომ მოიქცეს როგორც სხვები ყველანი იქცევიან, არამედ იგი რაღაც განსაკუთრებულს ეძებს, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლია. და შემდეგ შეხვედრა გილგამეშისა წარდგას გადარჩენილ გმირთან უთანაფიშისთან. და აქაც ძალიან საერთო კურიოზია, აქაც როცა შეხვდა უთანაფიშის, განხილული დარჩა გილგამეში. კი, მაგრამ რა არის, არაფერ ჩემგან განსხვავებული არ ხარო. როგორ მიაღწია უკვდავებას, ხართ-ძოზე ხარ წამოწოლილი. აი ასე. ეს უთანაფიში ადამიანი აღარ არის. გაუყურებულია, მაგრამ ადამიანის სახე დაკარგულია. გილგამეში ჯერ კიდევ ადამიანია და მისთვის ადამიანობა არის რა მოძრაობა და აი მსგავსი აქტივობები, არის აქტივიზაცია რაც არის. ხო, აი ეს არის მასშტაბი. ხო, შემდეგ ერთი კიდევ დეტალი ფესტალსთან და ტარიელთან რამაც ყურადღებას არ აქცევენ სხვა შორის ამას. რასაც ტარიელი დაკარგავს ამ ცხოვრების აზრის, ამ ნესტანის დაკარგებიდან ხეცხნილი ფესტალს ჩაიცვავს, ფესტალს კიდე რაღაცა სიმბოლურისა დაუნებოთ თავი. მოკლედ გაგარებულდება და საერთოდ არ უნდა ცივილიზაციას მოწდება საერთოდ. აი ასევე გილგამეშს ემართება ენქიდუს სიკვდილის შემდეგ ლომის თავს ჩაიცვავს და შეიძლება რაღაც სიმბოლო იყოს რაღაცის ლომი, მაგრამ ლომის თავი ნიშნავს, რომ ეს არის კულტურისგან უკან გახევა, სადაც უდაბნოში გადაიკარგება და რაღაც გარკვეული პერიოდი აქვს, სანამ იგი გადაწყვეტდეს უთანაფიშისთან წასვლას, უკვე გეგმას დააწყდეს, მანამდე ქაოსშია ჩათრეული. ხო, აი ასეთი ის არის. ხო, აი ახლა რაც შეეხება ამ ნაწარმოების ბედს, სულ არსებობს ორი ვერსია არსებობს. ერთი არის ბაბილონური ვერსია, რომელიც ფრაგმენტებია შემორჩენილი, ის იყო 12-ათოვანი იყო თუ არა არ არის ის. და არის მერე ნინევიური ვერსია, რომელიც ასურ ბაბილონის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა. მე არსებობს კიდევ პერიფერიული ასე უწოდებენ ვერსიები, არხეტურად ვერსია, ასევე ფრაგმენტებია შემორჩენილი. მაგრამ ეს თარგმანი არ არის, ეს ახალი დამუშავება ამ ტექსტისა. არის პოლიტიკური კიდე ეს უცნობი ენა და ურარტუთან არის ახლოს იმენაზეც არსებობს რაღაც ფრაგმენტები. აღმოჩნდა ებლა ქალაქი, სახელმწიფო სავაჭრო ქალაქი, იქაც რაღაც ფრაგმენტებია აღმოჩენილი. ასე ფანტაზია არა, საერთოდ ამბობენ, რომ და პოპულარული არ იყო გილგამეში, რაღაცა ნიშნით მას ინტერესდებოდნენ. და თელს ახლო აღმოსავლეთში მოფენილია. სხვა შორის პალესტინის ტერიტორიაზე არის აღმოჩენილი ერთი ფრაგმენტი. მეგიდოს ფრაგმენტი, შენელი ფრაგმენტი. ასე რომ დაური ბოლომდე დასწრება და თორემ კითხვა იქნება უპასუხო